მოგესალმებით ზურფასო ტელემაყურებელო. დღეს 4 შაბათია, საღამოს 8 საათი. ეთერშია TV+-ი გადაცემით ანალიზის დრო. მე მისი წამყვანი კონსტანტინე ჯაფარიძე გახლავართ. დღეს ჩემს დღევანდელ გადაცემაში სტუმრად ყავს ადამიანი ფენომენი, მოსიარულე ChatGPT, ბატონი გოგა ბოჭორიშვილი. დღეს ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ. მიშევახებით თქვენს გამოგონებებს. თქვენს ასე ვთქვათ ბრჭყალებში ევრიკას, რომელსაც აკეთებთ და რისი ამუშავებაც გნებავთ. და თქვენ გსურთ რომ ეს გავიდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ და შევეხებით თქვენს პოემებსაც და ლექსებსაც და გადაცემას დავასრულებთ უკვე ბოლოში დავასრულებთ ლექსით. და ვფიქრობ ძალიან საინტერესო ეთერი იქნება ეს TV+-ის მაყურებლისთვის. მაშასე მოგესალმებით და დიდი მადლობა რომ მოგზავნით ჩემს გადაცემაში. მადლობა რომ მომეწვიეთ. გაიხარეთ. და პირველ რიგში დღეს დაბადების დღე გაქვთ, გილოცავთ და 51 წლის იუბილეს. მადლობა დიდი. კიდე 51 მომელოცოს. მადლობა სიკეთეს და კარგი დღეს გისურვებთ და კარგ წელს. მადლობა ბატონო გოგა, გაიხარეთ და ჯობია გადავიდეთ. გადავიდეთ საქმეზე, სასაუბრო თემაზე. რას შეეხება ადამიანი ფენომენი, რო გამოგაცხადეთ, ბევრი ვერ გაიგებს ფენომენი, ძალიან ბევრ თემაშია ადამიანი, მაგრამ თქვენ ამ შემთხვევაში ხართ მეღვინეობაში და გამოგონებებში. გისმენთ? გამარჯობათ, მოგესალმებით მაყურებელს. მიხარია რომ მომიწვიეთ და რაღაც თემებზე ვისაუბრებთ, რაც რა ვიცი, საინტერესოც არის და რომელიც ჩვენ ქვეყანას წაადგება და საერთოდ ევრიკა, ესე ვთქვათ, ევრიკა რასაც ვაპირებთ გაკეთებას. ეს უკვე გაკეთებული მქონდა. რასაც ახლა ვისაუბრებთ, მქონდა გაკეთებული, მე გავაჩერე და ეხლა თავიდან ვაპირებ. თავად ვარ ტექნოლოგი ვარ, მეღვინე ტექნოლოგი ვარ. მუშაობდი შამპანურის ქარხანაში, ბაგრატიონი ავჭალაში ვარ, მან ბიოქიმიურ საამქროში, შამპანურის ტექნოლოგად. იქ რაღაცები შევისწავლე რაღაცა, მაგრამ მარტო გამოცდილება და ის არ არის რაღაც სამუშაო პროცესი, შენ თვითონ თუ არ მოიფიქრე რაღაცა არ მოგინდა და ზემოდან არ დაგეხმარა დიდი რაღაც ძალა, რომელიც ყველაფერს ალაგებს და იძლევა მადლს და ნიჭებს. რომელიც იკეთია თავიდან. ხო, ისე არ გამოვა, ხო, გულწრფელი უნდა იყოს. მადლობელი ვარ ღმერთის და ყველასი თქვენიც მადლობელი ვარ, ეს რაღაცა მომეცა საშუალება რომ ამაზე ვისაუბრო. ანუ დავიწყოთ იქიდან რომ მეღვინე ვარ, ტექნოლოგი, ისე ვარ ხატვარის, თვითნასწავლი, წერ, პოეტი ვარ, კიდე რაღაც კულინარიაში ჩემი გამოგონებები მაქვს და ბევრი რაღაც ალკოჰოლო და უალკოჰოლო სასმელი. დიახ, კიდე რაღაც მუდმივ მოხვედრებებზე მუშაობ. ანუ გამომდინარე იქიდან რაც აი მომინდება ან რაღაცა მაინტერესებს მე ცოტას ყველაფერს მოვა მაგის დრო რომ ალბათ ყველაფერს. ბატონო გოგა. კარგი მნიშვნელობით, კაი მნიშვნელობით თუნდაც არ მიიღოთ, ChatGPT-ზე უკეთესი ხბრთანდებით. ChatGPT მეხმარება რაღაც იდეების იმაში განხორციელებაში და რაღაცებს ვაკეთებთ პროექტებს ქვეყნისთვისაც, აი დაუშვათ რაღაცა მონუმენტური ძეგლებს ვაკეთებ, დაუშვათ. მაგრამ მას ჯობი ხართ. ხო, აი ნახეთ, აი რომ მითხარით რა, მაგალითად, აი რაში უნდა იმ მარტო გასართობად ხო არა, მაგალითად, აი უცებ გავაკეთებინე მეტეხის ხიდთან რო არის ეს 100,000 მოწამის ის ადგილი, რაღაცა ხე გავაკეთებინე, სურათიც ამაქვს რა, უბრალოდ, რომელიც ახლა უბრალოდ არსებობს ვიზუალით, თორე ახლა ვინმეს თუ მოუნდება შეიძლება დადგას. არის ხე, მისი რა ქვია, თითფერის ხე არის და წვეთები აქვს, ცრემლები, ძალიან ლამაზია რა და გადაყურებს იმას. უბრალოდ შეიძლება ვიღაცამ ნახოს, მოეწონოს, გააკეთონ, იმიტომ რომ მოდიან სტუმრები, ხო მარტო ხო ვერ მოუყვები რომ ამ ადგილას ეს ის რაღაცა შეეწირა, ეს ხეს რომ დაინახავენ რო არის, ეს რასთან არის დაკავშირებული, ხო, სურათებსაც გადაიღებენ და მე უკვე ინფორმაცია რომ 100,000 მოწამე ვისხავს, ხო, წარმოიდგინეთ ახლა ეს ხო შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ხე შეასრულებს, ასე ვთქვათ, დატირების ფუნქციას. გახსენების, გაოცების, ანუ ემოციებთან ყველას დაამახსოვრდება, რომ ის აი წარმოიდგინეთ, რომ ის 100,000 ჩვენ ხა კი აცხადებენ, მაგრამ რა იცი ხა ფრანგმა, ნორვეგერმა, შვედმა რა იყო, როგორ იყო ამას ვეტყვი, ჯერ ხომ უნდა გაიაზროს.
ხო მე რაღაცა იმ ძველ თბილისში ვტრიალებ, მე კიდე აქეთ მოედანია და ვიფიქრე რომ ჩვენი გენიალური მხატვარი ნიკო ფიროსმანის ხა კი მიზანში კი არის, მაგრამ რა ვიცი ხა რაღაც აღარ მახსენდება ყველგან იყოს მაგიზერლი ან თბილისში სადღაც შეიძლება იყოს ვერ მახსენდება, რაღაც გავაკეთე ესეთი რაღაცა რომ აი კიბეზე ზის რაღაცნაირი ის არის მონუმენტი, ესე სიგარეტი უჭირავს, რომელშიც შეიძლება სიგარეტი ჩააჭო, რაღაცა ვიღაცა მოუკვიდო, გავაცოცხლოთ რა და თან ფუნჯი და ეს ზემოთ თავის გუდი ახურია, უნდა იყოს საერთოდ პირდაპირ მე ხა ადგილზე ვფიქრობ რა, კარგი იქნება, აი მოედანზე რო არის იქ ქვაფენილი, იქ რო ყველა გადაიღებს სურათს, იმიტომ რომ როგორ არ უნდა ყავდეს ხა 100,000-ის მოწამე რო ყავს და არიციანი მემა და ნიკო ფიროსმანი ხო უნდა იყოს ის მხატვრობა. ძველი თბილისი და ნუ რაღაცაში ეხა მაგაში მეხმარება. მოდი გადავიდეთ ეხა მასე ამ ჩემ გამოგონებაზე. გადავიდეთ. მოგეხსენებათ რომ ვისაც აქვს რაღაც გენერალური გამოგონება შამპანური მაგალითად მეღვინეობაში და კონიაკი ეს ფრანგებმა შექმნეს, ბერებმა გააკეთეს. და შამპანის პროვინციაში არის ეს შამპანური და ეს კონიაკიც სხვაგან მოხდა გააკეთეს, მაგრამ ნახეთ რა არის პატენტი არ არსებობს, ხა პატენტი შეიძლება მოგცენ, ნუ გააკეთო იგივე, როგორ იმათი ისა, ვერ დააწერე სახელს კონიაკს. როგორც ვიცი, პირველი კონიაკი ბატონო დავის ცხონებულმა დავის არაჯიშულმა გამოიგონა და ქარხანაც მას ჰქონდა. არა, ნახეთ, არა, გამოიგონა არა, ნახეთ როგორ იყო იმას ახნეს, რა ქვია, მიცეს საშუალება რომ გაეკეთებინა, პატენტი მიცეს. და მე მან ადგა და განახორციელა ძალიან ნიჭიერი იყო ფოტოშორის რო იძახია მარტო სასომხეთში კი არა ბახოშიც გააკეთა და როგორც მახსოვს ბელორუსიაშიც ქარხნები სპირტის ქარხანა ქონდა კიდე ვლადიკავკაზში და თან მე ამ შემოსავლებით ამ სიმდიდით უკვე ხალხს ეხმარებოდა მაგარი ადამიანი იყო მეცენატი იყო იმას უხაროდა რომ ეხმარებოდა ის კი არ იყო მარტო თავის შვილები კი არ უყვარდა ოდელი ქვეყანა უყვარდა და ყველას ეხმარებოდა ქაშვეთის მისია შენებულია. ქოლმოხადიც იყო ასე თქვა. მაგარი, აი, ხო და რაღაცნაირად ეხა მე განვიმეს ვედრები, მაგრამ ღმერთმა იმის მქონეს რომ მეც რაღაცა პატარა რაღაც წვლილი შევიტანო, ოღონდ ეხა ნახე მე მინდა გავაკეთო ქართული, ეხა მე რატომ უნდა მივბაძო ფრანგს, ეხა ისინი ხო მუხაზე აძველებენ. ხო და ავდექი და ნუ თუ ვერ დააწერ კონიაკს ხო მაშინ ან ჰენესი უნდა დაარქვა ან ანჯე დანიელსი და მე კიდე ვისკი მოიგონეს ოღონ ის არის ახლა იმისი რა ქვია უმეტესად სიმინდის პირზე და მუხას წავენ და მალე აკეთებენ და რაღაც ვისკი მოიგონეს როგორც კონიაკი, მაგრამ ეხა ნახეთ რა ხდება. მე გავაკეთე ოაზის ძირებზე ეს ყველაფერი და კაკლის უღელზე და კიდე ერთი ხეა და ეხა მაგას არ ვიტყვი როგორ არანაირად არის. გამოვიდა ისეთი უნიკალური გემოსი თან არის რაღაცა საიდუმლო რომელიც აბსოლუტური არ არის რა. კი, აბსოლუტური. ხო, იმისი რაღაცა შემთხვევით მოხდა რესტორანი მქონა რაჭოკუნა მე ეხა მიცნობენ რა რაღაცებს ვიგონებს უყვების რაღაცებს რადო ბახტრიონზე. ეგ შემოვიდა ერთი უცხოელი და მითხრა რომ რაღაც სასმელზე ესო კარგი გახდო ჭაჭაო და მაგრამ ამას რო არ უშვებითო რაღაცაო ჩვენო იმასო იმით ვაკეთებთო ეს აბსოლუტური რბილი იმითე არისო და მე მივხვდი რა რომ შეიძლება იმითი დამერბილებინა ისეთი და რაღაცები რომ საოცარი შედეგი მიცა. ანუ ეს ეტაპობრივად ესეც გავაკეთე, ისიც გავაკეთე. ოღონდ ახლა რა არის ხა სასწაული რომ მე ჭაჭას ვიღებ, მაგრამ ყურძენს ვიღებ, მაგრამ წიფწას ვაძრობ, შინი რაც არის. ის სიმწარეს აძლევს, ის ახლა შეიძლება სამკურნალოც არის, ბევრ ამას უხდება ვაძრობ და ის ეთერზეთები იწვევს სუდ გემოს და იმას, აზღარიმას. იმას ვაძრობ ტექნოლოგიებმა და მე ანუ არც ჭაჭაა, არც ღვინის სპირტია. ნუ თავისთავად არც ხორბლისისა, რაღაც ახალი ის არის. ნუ ნედლეულს ვიღებ, იმიტომ რომ ამ ყურძნისგან არის რა, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ხასიათი. ისა ხასიათი, ბახუსი, რო არა აქვს პახმელია, ნამდვილი მას არ აქვს. სადღაც 42-43 გრადუსი იქნება. ერთ სიტყვით და დავარქვი სახელი, მოვბეთქვი რა დავარქვა, ხო? რომ კონიაკი არის, მაგრამ ეხა პატარაზე რაღაცა იმას გავს ვაზიაკი. ხო არის კონიაკი. ვაზიაკი, რატო ეხა აკი იგივე რომ ნუ რაღაცა პატარა ის კი არის რომ კონიაკს გავდეს იმით რომ ყურზე მოხდე, მაგრამ მაინც ვაზიაკია რა. აკი რო გამოაკლო, ვაზი რჩება. ანუ და თან რა არის, იცი, ბალზამივითაც არის ეს სამკურნალოც არის ჩიყვისის ან იოდ შეიცავს მთელი ამბებია მე ვაზისისა და ის მე ძალიან ისეთი მესამე ხემ ისეთი რაღაც მიცა რომ ადრე იყო ნაპოლეონი, კამბუსი და ისინი და მაგდონეზე ავიდა. იყო სიტუაცია ვინომანის მაღაზიები იყო იმაში ლესელიძეზე ორი ძმები იყვნენ და შემქონა, მაგრამ ვასინჯებდი და ყიდულობენ ძვირი ღირდა სადღაც 70 ლარამდე და იყიდებოდა, ხო გასინჯვით.
10-120 ბოთლი გაიყიდა. მე არ მიხდიდნენ რაღაცა მოხდა კონფლიქტი ბათუმშიც გაიყიდა დაუკეტე გამაგიჟეს ხო ყოველთვის ხვდები ვაკეთებ და აფულს არ გიბრუნებენ ესა ანუ ვალებს იდებენ და აღარ გისტუმრებენ რაღაცა მოხდა რომ გავაჩერე რა არა და წარმოიდგინეთ 120 ბოთლი გაიყიდა ერთ თვეში რა ეხა ვაპიხო და ეხა მაგ თეთრი ვაზიაკი ანუ თეთრი სასმელი რაზეც მიდის ხო არის მოყოლები თეთრი უნდათ ძალიან და არის ეს მუქი რა ხო და თვით ვაპირებ ამისი სავიზიტო ბარათად ქცევას, იმიტომ რომ ჩამოვლენ ხო უნდა წაიღონ და სხვა კი ვერ გააკეთებს, ვერც დაარქმევს, ვერც გაიმეორებს. ეხლა მე რაც ამას გავაკეთებ, ვერ გაიმეორებ, არ არსებობს. ხო და მინდა რომ ეს იყოს და ამიტომ ძალიან ისეთი ხასიათი აქვს და აი მართლა სამკურნალოა რა და ვაზიაკი მინდა რომ ეს დავაფუძნო და გავაკეთო. ცეხიც მაქვს. ბატონო გოგო, პანჩოს შევეხოთ. ბატონო? პანჩოს შევეხოთ. ლევან მოსამგლიშვილს. კი. ძალიან კაი ადამიანია, მოვიკითხოთ აქედან და მას უჭირავს ხელში ბოთლი. ხო, დიახ. იცით რაზეც ვამბობ და მოდი მასზეც ვისაუბროთ. ხო, მე მეგობრობ ლევანთან, პანჩოსთან მაგარი ნიჭიერი ადამიანი, ბარდი, უნიკალური, რომელსაც ესე ვთქვათ, როგორც ყოველთვის შესაბამისი დაფასება არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც უნდა ზრუნავდნენ ადამიანები, ხელოვანი ადამიანები. აი ხელოვან ადამიანებთან არიან და ერთმანეთს უგებენ. თუ არ არის ხა რაღაც გადავარდნილი ძალიან იმაში, მაგრამ რეალისტურში უნდა დარჩეს, მაგრამ ეხა რაღაც საუბარი იყო რა ლევანთან, რომ თვითონ ცხოვრობს ბუკიას ბაღის წინ რა და მინდა რაღაც ადგილიო, რომ დავდგეო და დაუკრაო რა და მე რაღაც მერიაშიც რაღაცა მის გარეშე ავდექი და განცხადება შევიტანე მერის სახელზე. არ ნახეს თუ ვერ ნახეს თუ აქნეს არ ვიცი. უბრალოდ რომ ეს ადამიანი ბევრი კონფლიქტი მოუვიდა, რაღაც დაწერა, დედავატირე სიმღერა ისგურჯეს დაიჭირეს და ეხა აი ემხრობა ამ სიტუაციას და არ უნდოდა ის თავრობა რაღაცა ხო და გააკეთა კაც. იმიტომ კი არა რომ ეს თავი მოაწონოს, მაგრამ არაფერს არ იძახის. იძახის რომ ერთ ადგილი მომეც რომ დაუკრა რა. ხო და ეხა პანჩოს რომ ადგილს არ მიცემ რომ დაუკრას, აბა ვის უნდა მიცი ან დაუშვათ ხელოვნებაზე შენ როგორ ფიქრობ, ხო როგორ შეიძლება, ხო რა სიტყვობს რა ის ხირა იქ რაღაცას კი არ იმას იზავს, ხო და აი სამი სიმღერა დაწერილი აქვს ჩემზე, სულ აცხადებს ხოლმე და მიხარია რაღაც კახეთში დილით მოუთოვია რაღაც გონა ნაპირს რაღაცები და რავი ძალიან ნიჭიერია და მივაქციოთ ყურადღება რა ეგეთ ხალხს რა როგორ სიცხვილია რა როგორ შეიძლება ეხლა ყველას თავის თავრობას თავის ვიღაცა ყავს ყველა წამოსაჩენი და ეს ეხა არავის არ იმასშობა მაგრამ უბრალოდ რასაც აკეთებს ხო შევიტანე და უარიც არ მომევიდა ეხა რაღაც ანუ არც კი მოგივიდათ არც არა ხო მერის სახელზე დავწერე ფორმა არის იმაში რა მერიაში რომ დაწერ მერის სახელზე ერთხელ დავწერე რაღაცა კი კალაძისგან მოვიდა რაღაც პასუხი დადები თუ აკუბით მაინც მაგრამ ავი შეიძლება კიდევაც გააკეთეს ეხლა დღეს უნდა ვნახო არ მინახე ერთი თვეა მაგრამ მოთ ადგილს უნდა რომ დაუკრას რა ვინც მოვლენ რა ხო და მაგან მითხარ ისე მოეწონა რომ რაღაცა გააკეთეო რომ ქართული არისო და მე წარმოვაჩენო ხა მსმელი მაგი არ არის არასოდეს უბრალოდ უხარია რაღაცას რო ქმნი და ერთად რო ეხა სიმღერები შევქმნით რაღაცა ჩვენც ერთმანეთს ვეხმარებით აი ეგეთ სიტუაციაა გოგა მინდა ისევ პანჩოსთან ვიტრიალო ასე ვთქვათ და შენს გამოგონებასთან ისევ სასმლის მხრივ რას აპიარებს პანჩო მას ხელში ბოთლი უჭირავს. არა, ხო, ეს უბრალოდ მე გადავუღე. უბრალოდ მითხარო, იმდენად მოეწონა, რომ რაღაცა ვიტყვიო რა, უბრალოდ რომ იმას აქნასო რა, ესე ვთქვათ, გავცელდეს. ეხა პანჩოს ყველა იცნობს. რეკომენდაციას გაგიწევოს. დიდი თორე ეხა თან მე არ ვაპირებ ქსეურებს შეტანას. რაღაც შევხედე ცოტა ეკონომიური მხარეზე გადავ. ხო, ნახეთ რა არის ღვინის მაღაზიებში უნდა შევიტანო, არის კიდე რაღაც ესე იგი ესეთი მაღაზიები ავტორიტეტული თვითონ ღვინის და რაღაცა ქსელიც არის რაღაცე მანდ როგორც ვიყავი და არ ვაპირებ ქსელურებს შევიტანო იმიტომ რომ არის დიდი მაფია კარტელური გარიგებები რაღაცა საშინელება და არ უწყობენ ხელს კი არა ებძვიან ქართულ პროდუქტებს და საბაზრო ეკონომიკა სადაც არის იქ არის მცირე და საშუალო ბიზნესის ზედგას და ისინი რომ ქმნიან პროდუქტებს ახალს ისინი უნდა გაიყიდოს და ბიუჯეტიდან უნდა შევიდეს ფული რომ ამ და დაასაქმონ ხალხი თავარი
რაც ეხა ბელორუსი აკეთებს, რუსეთი აკეთებს, გინა ირანი იყოს, გინა თურქეთი იყოს, გინა ჩინეთი იყოს, გინა ამერიკა, სულ ყველა ევროპის ქვეყნებია. ჩვენ ყველაზე გემრიელი ხილი გვაქვს, ყველაზე გემრიელი ბოსტნეული, ყველაზე მაგარი წყალი, ყველაზე გემრიელი ხორცი, ყველაზე მაგარი ხილი, ყველაზე მაგარი მეისა, კვების პროდუქტები, კუხნა, რომელიც იტალიურს უკვე იძახიან, რომ გადაასწრო და გაგიჟდნენ ამ იმაზე, ამ ხიკალზე და ამ აჭაულ-ხაჭაპურზე, ლეგენდები წარმოიდგინე, ისინი აღიარებენ და შენ ასეთი პროდუქტები გააქვს და საქართველოში ვერ ქმნი რაღაცა პროდუქტებს ამითი და შემოგა გენმოდიფიცირებული. ხო, და შენი ხო და ეს არის როგორც საქართველოს აქციას იყიდე, გაყიდეს მაღაზიად. ეს არის სირცხვილი რა. აი ადრე სანამ ეს კომუნისტები შემოვიდოდნენ, ზოგი ხო როგორ იყო რა? ზოგი იმას კერავდა, მოედანს ხო ტყავისინებს კერავდნენ, 1000 რაღაცა ხსოვდნენ, ვინოსაც ყველებს აკეთებენ ვიდეო და ბაბუა ჩემის, ბებია ჩემის მამა აბაიშვილი მყავდა ბებია რა, ასე ჭოხონელიძე მყავს მეორე ბებია აბაიშვილი ყვაცხოთიდან. მისი მამა სოხუმში ხონდა ამ ძეხვების და იმის რაღაცისა და ღორის მუცლის კონს დებდა რაღაც პარკუთში იმისი. ხო და აგზავნიდა გერმანიაში და რაღაც სასკებს წარმოიდგინე უკვე დაწყებული ხონა და აი შენ ბრუნვაც ხონა წარმოიდგინე გააყულაკეს. ხო და მაგას ვიძახი ხო და აქ როგორ არის იყიდე გაყიდია და ესენი ეს მაღაზიები ვინც არიან თავიანთია ყველაფერი შენ დაუშვა რაღაცა მოიგონო და რო დაინახონ რომ აი სიმართლეს ვილაპარაკებ ეხა პრემიერ ხო რო დაინახონ რომ გადის კარგად იმნაირი შემოიტანენ შენ ჩაგაჩოჩებენ ამ ქვედა მე რა არის მოდიან და ისა ეუნებიან რაღაც ზღაპრებს ქეშბეკი რაღაცა მოიგონეს ეს ინგლისური სიტყვები არავინ არის რაში აინტერესებს ქეშბეკი თავის დაბრუნება ქეშბეკი მეზბეკი შენ შეატანე შენ მადლობა თქვი რომ იმას მოგიტანს რომ გაიყიდება ის კარგი ოღონდ კარგ ხარხზე ვიძახი მე არ ვიძახი საშუალოზე და კარგს უმაღლესი ვიძახი მოდი კარგიც არ გვინდა იმიტომ რომ ჩვენ უმაღლესი გვაქვს ინგრედიენტები კარგიც იყოს მაგრამ მე უმაღლესი მინდა მქონდეს და მაგ და უმაღლესი ვარ შენ როგორ არ უშვებ და როგორ არ იმაშვები ანებებ რომ ადამიანმა იშლება ზოგი ხო არის მეწარმე და უნდა რომ მეწარმე მოწონს რა და ვიღაცას მოწონს იყიდე გაყიდე და ბანკი აქვს რა ასე არ აინტერესებს ფული მარტო ფული იშოს არ აინტერესებს ეგეთ ხალხს რა უნდა ან თავრობაში ან კიდე ეკონომიკის სამინისტროში ან იმაში იმიტომ რომ მაგათ რა შევიან ის ფულს შეულობენ შემოტანილი საქონლის აქედან ატარებოდა გვახჩობენ რომ ან თან იმხელა გადასახადებია საქმეზე რომ მიდგეს ისეც ու გადაიხადო მოგების გადასახადა და მე გავყვიდე არაფერი არ დაგჭება სპეციალურად არის აკეთებული და ეხლა რომ პრემიერი რო იყულებს რაღაცებს და ისე წამლებს ეხლა რაღაც კიდე ვიტყვი სიმართლეს და რაღაც აღმოჩნდა რომ რაღაც დიდი თანხები გადაუხდია ამ ავერსებს და იმას PSP-ს და ფარმატებს 13 მილიონი ლარი თუ რაღაც ჯარიმა გადაუხდიათ, იმიტომ რომ ონკოლოგიური პაციენტებისთვის თურმე ეხლა ამ საჭირბორო თუ იმას ვლაპარაკობ, მე იმიტომ კი ამოდები მე რაღაც ვიტრიპაჩო გამოვიცემ რაღაცებს, აი მე ხო მეწარმეც ვარ და შეხება მაქვს რა და საუბრობ, რომ ხალხმა იცოდეს. ამ ხელა ფული გადაახტევინეს, ხო? ბიუჯეტში არიცხინეს. ის ხო არის იმ კაცის, ვინც გარდაიცვალა თუ გადარჩა, ხო? იმ კაცის ფული ხო არის ლარი უღირდა და 30 ლარა ტყიდიდან წამარს იმის გულზე დააჯარიმეს. ხო და ისო გარდაიცვალა. ან გაიგი ამ ადამიანს ბანკის ვალი აქვს, ან კიდე რა დაემართა, ან საფლავი გაკეთებული აქვს, ან შვილები ყავს. შენ ჩემგან წართმეო ფული თუ ბიუჯეტს ავსებ. როგორ მე მიბრუნებ თუ შენ ბოდიში და ტრეულობ ამას, ხო? როგორ არის ეგა? ხო და მაგას ვიძახი რომ არ შეიძლება გაყოფა ხო უნდა იცოდე რა გამორთმევა და წართმევა გასაგებია და იმან ასე ვთქვათ ამ ჟარგონებზე გაწეწვა იმანიცის ამან გამორთმევა თუ წართმევა იცის და ახევა ადექი ეხა და ესენი აი ყველა დაგინახავს რომ ჯიგარი ხარ და მართლა იმიტომ აკეთებ ამას რომ სამართალი აღადგინო ოღონდ შენ თვითონ თუ არა ხარ ესეთი ტიპი და თენ თვითონ თუ არ გინდება ის რომ გააკეთო და მარტო შენ თავზე ფიქრობ და მარტო იმ გამდიდრებას ფიქრობ და რაღაცა გამოჩდეს რომ რაღაცა დაგავალა რომ აი მე კაროჩე ეს გავაკეთო იმიტომ რომ აი დამავალეს ხო ეგ ყველა ხო ხედავს ხო და ის 56 მილიონი საწავიდა თან წარმოიდგინე კიბოიანი ადამიანები რამდენი გარდაიცვალებოდა რამდენი გადარჩა ღმერთმა იმასკანს ხო არის რომ სტადიებია. ხო და ამას ვიძახი რომ ან იმ ბიუჯეტს ვინ დაკონტროლებს დაუშვათ ხო? რომ რამდენი დაიხარჯა ხო? მე ხო დამაკონტროლებინები და არ ვინა მაგის კონტროლი, მაგრამ უბრალოდ აი ნახე სამართალი იქნებოდა ის თანხა განაწილებულიყო აი იმათვის ვიც იმას აკეთებს რა. ან კიდე ეხლა რომ ფასები ბევრი იყო, ამდენი ფასები რო იყო და ასე აწეული, ის ფული სად არის მე ჯიბეში რო ჩაიდეს? ის ფულის დაგვიბრუნონ. ხო?
თუ ღირდა სნიკერსი დაუშვათ ლარი და 20 და ესენი ყიდნენ 2 და 50-ში, ის ლარი ხო არის დაუშვათ, ხო? რაღაცა ხნან, ან რაღაცა ან პენსია მოუმატონ, ან ერთი თვე მოუმატონ, ან ერთი წელი მოუმატონ, რაღაცა გააკეთონ, ამოიღონ ის დახა. ხო, რატო არ აკეთებენ? ანუ იმემა რაც იმას აქნეს, წაიღეს, თუ მოიტანენ, ჩვენამდეც არ მოვა, ან მოიტანენ, ან არა, რაღაცა იქნება. აი ეს არის სიმართლე, ასაც ვიცახი და თუ ეს თამაში არ არის, ეს უნდა გააკეთონ. მე ეს მესმის რა. ბატონ გოგა იმიტომ რომ აი მეწოდება ხალხის და ჩვენი ქვეყანაც რომ ამ ვაჭრების და მე ხა ვაჭრობა შეიძლება ვიყო ხა ცოტა ხატავ წერ 1000 რაღაც ვაკეთე, მაგრამ მე არ მიყვარს ეს იყიდე გაყიდე, არის ადვილი რა. მეწარმეს უნდა შეუწყო ხელი, ხა გოგი რო იყო ვიღაცები რა ასარუშვებდა თოფაზე 1000 რაღაცა, მე საპრინდან დაწყებული სიგარეტით მე გაროჩე რა უკნეს, ხო ხედავ რა. ყველა ხო და არ ვიცი რა, ან ტაქსი უნდა იყოს, ან ისა მაღაზია. ხო და აბა როგორ განვითარდება ეკონომიკა ხალხს როგორ შეიძლება ჩემი ლექსები უშველეს ახლა იმას აუმაღლებს იმას შენი ლექსები ნამდვილად ო მას გოგა გადავიდეთ ახლა აი მადლობა რომ ეს შევეხედა ეხლა მე არც პოლიტიკურს ვეხება ეკონომიკურს შევეხედა მიხარია ხალხმა მოისმინა ეს ამ თავარი ჩემთვის თორე ჩემი ის მოვიგონე და რაღაცა ამბობ ფაქტს სიმართლე ეგარი და ხო ის ნადგომი სიმართლე ყოველთვის მწარეაო და ხო ჯობია მწარე სიმართლე ლამაზ ტყუილს ასე ვფიქრობ ხო არ აწყობთ რაც თვითონ აწყობთ ის არის მართალი კი არა ის არის სწორი რაც აწყობთ რაც აწყობდეთ გაიგოთ მაშინ ხორთავშედობაში მოახმაროთ გოგა გადავიდეთ ახლა შენ სამხატვრო კარიერაზე და შემდეგით გადაცემის ბოლო თემა იქნება შენი პოემა რომელსაც 18 წელი წერდი საიდან როგორ რანაირად და მოკლედ რა გზით მოვიდა შენს გულში მხატვრობა გეტყვით რა ხატვით ბავშვობიდანო ხატავდი თვითნასწავლი ვარ რა ხო და ადრე იყო ისა კომუნისტების დროს იყო რაღაც ისენი აი რამშთა გაგონა რომ უნდა გეხატა არ ვიცი თვითონ როგორც ეხავ წერ ისე როგორც ეხა თქვენ რომ ეხა რაღაც ნიჭი ხონა სიმღერის და რომ დაიწყო ან დაწეროთ მაგალითად მოცარტი 5 წლის იყო და ოპერა დაწერა ვინასწავლა ხო ხდები ეს ნიჭია ხო და მე ის იყო გასიახოსკარსკი ესეთი ის იყო იქ გავაგზავნე ჩემი ნახატები მეცხვარე და ისანი და იქ რუსეთში მოიგო მე პატარა ვიყავი სკოლის მოსწავლე მე ასფალტში ხატვაში მზიუში რაღაც პრიზი მომწეს რაღაცა დავხატე ნუ მქონდა მაგრამ არ გავაგრძელე რაღაცა მე გავჩერდი ახლა ხატავდი რა ჩემთვის ხატავდი გამოფენაროც მქონე რაღაცები მაქვს მაგრამ ეს ხატრობა მეხმარება ლიტერატურაში მეხმარება შემოქმედებით ამბავში მხატვრულად გინაის სასმელი იყოს იქ თუ ის მხატვრობაც არის ხა ღმერთის შემოქმედია მხატვარიც არის კომპოზიტორიც არის ქიმიკოსიც არის ფიზიკოსიც არის მათემატიკოსიც არის იმისია მე ადამიანმა აღმოაჩინა რომ ეს თურმე ესია აბა არ არის თავის რამე იქნება ხო და ანუ ნახეთ ეხლა გადავიდეთ ამ იმაზე წერაზე ხო ბავშვობაში რაღაცები დავწერე 2-3 ლექსი და ნუ დეიდაჩემს წავაკითხე და ფილოლოგია და ისა გავუკვირდა ესო ვისიაო შენიაო არა მე ოცხისი მეგონა ეხლა ვიცი ეგონა არ ვიტყვი ეხლა რა არ მინდა ხო და მე ისე მოხდა რომ მამას ისუტი ხონა ძალიან ძიმე ის იყო რაღაცა და მე მომიწია მოვლა ოჯახმა ისა და ესე მაქვს რა დაწერილი რა მე თუ გასასწრელი არ მოგივიდა არაფერი ვერაფერს ვერ დაინახავ რა ეს ლექსაცაც ვიტყვი რა რაღაც რა პრობლემაა ახე როცა როგორ არის ადამიანები მოწყობილი როცა ეშმაკი მოდის დიდებით წყალებში მაშინ ლოცულობთ გულმოდგინებით სულით მისტირის წოდებს ცრემლებით დგევართ ხატის წინ სულით ცრემლებით თუ განსაცდელი აღარ გვექნება უფალი აღარ გაგვახსენდება ისევ თენდება კაცი ბერდება ვიღაც ტაძარში ღმერთს ევედრება ისევ წუხილი ისევ გოდება სიცოცხლე ყლავაც განმეორდება ისევ ღიმილი ისევ წოდება კაცი ოდესმე გამოსწორდება არა მგონია იმოშავან ხო ეხლა ნახე და მე უცებ დავიწყე ტაძარში სიარული ეს ნინოჩხეძის ქუჩაზე იყო წმინდა ნინოს ეკლესია მადლი გადმოვიდა საეკლესიო ჟურნალებს კიდევ ვითხოვდი ძალიან ბევრს ქაროზი ყიაროსანი ისენი კარიბჭე რაღაცები და ეს ღამის თევაც მიწევდა რაღაცები და ვითხოვდი ევროკომისიის საერთაშორისო მუშაობდი რა და უცებ დავიწყე ლექსების წერა მე წამოვედი აი სიმართლეს გეტყვით რა იყო წამოვედი რაღაც დაემთხვა რა ცხოვრებაში ხო რაღაცები ხდება რა გეწყობა ცუდი რაღაც მანქანის პრობლემა ხონა რაღაც მანქანა მყავდა რაღაც სამსახურს ახაც შეიძლება დამეკარგა იქ რაღაც მამა ესეც ცუდ დღეში იქ რაღაცა კონფლიქტიც იყო ათომ ოჯახში იქ რაღაც 1000 რაღაცა იქ სასამართლოები რაღაც ხო ერთად რა ის აი დიდი წამოვიდა რა დიდი ყვალდა რა ხო და
აუცი ხა ჩემი ბრალი იყო თუ ჩემი წინაპრები თუ რაღაცები ხო არის რომ შენი გზა და ხო და აი და დამანახა ღმერთმა რომ თუ არ ილოცე და თუ არ დადექი მაგრა და თუ არ აქეთ მიაწექი დაგაგდებს და დაგერხევა და დავიწყე წერა რა წერა დავიწყე და თან ახლა რა არის ისა გასაკვირი რომ მართლა ეგრეა არ ვიცი აი ხო არის რომ აი ხელწერას მიხვდები ვისი ლექსია და მე რომ მომდის ისევ წერ იმ სტილით იმ ხაზით იმ რაღაცა გემოვნებით არის ზოგიერთი წერს ერთ და იგივე თემაზე მაგალითად სიყვარულზე სხვანაირად არ წერს ან ვიღაცა წერს დაუშვათ кейფზე მე მაქვს მრავალფეროვანი მაგრამ ეს ლექსებიც არის მრავალფერ რამდენი მაქვს 1700 ლექსი და 1700 ლექსი სულ ყველა არის სხვადასხვანაირი არ ვიცი ხა მე მაგით შეულებრივი მეგონა და თურმე ხელწერას ეხა ხო ყველას მიხვდები ვინ როგორია მაგალითად გეტყვი ხა ძველ თბილისზე მაქვს ესე რა მე ვიყო გრიშაშვილი გეტყვი ნახე როგორია და ნიკოლას და იმას დაუკავშირებ რა უფრო ჩავსვათ რა პრობლემაა შემოგვიდგეს მე თბილისიო მუზებს დაძდევს მეტებს ყარზე ნამზერს ამ თბილისში იმუნაზეს ულამაზეს თოვლის ნამქერს ბარდანას მზიან ფანტელებით გზესად ბრწყინავს ლამპარებით ხშირად წვიმას ხშირად ავდარს ხშირად თოვლსაც ნაკვალევით ლეონიძის ნატრის ხეებს ტაბიძის სულ თვარეებით საათნოვას მის სულს მის მზეს ნამღერ სიტყვებს დაფთაბებით ნაღვლიანი დავსდე მუზებს თამზეს უმზარ ნამთრალები ხშირად დილით უმზარ რიჟრად ხშირად იმ შამს გულის წყენით ნიკალიცი ეს ვარდები დაგიბრუნა თბილისმა ნიკა როგორ გენატრება ძველ დუქნებში ღვინისმა ისევ ხატავ თვალი კედლებს ისევ ნათლავ ხელებით ისევ ნახავ დედა თბილის ყვავილობის ფერებით ესე გრძელდება ბოლოს ესია ვინც ძველ ტაძარს უპატრონა ვინც ყდარს წესი აუგო თავად მარტო დარჩენილმა სხვაობოლს რომ გაუგო განა სხვამ რომ დაინახოს არა გულს რომ უნდოდეს განა სხვამ რომ ხება გითხრას სული მასაც წონოდეს ჩაარტყი ჯიგარი კაი კაცი ხარ გეტყობა შემოგევლე ხო ეხა ნახე და მე წამოვედი ფეხით მეუღლე სოლოლაკშია დაჟე ტაქსის არ ვიყავ მეუღლესთან ვიყავი რაღაცა მოხდა მოვიდიო საპატრიარქოსზე და დავინახე დათვის თანამშრომელი მიცნობა გოგა როგორ ახლა რა ქრაგინე როგორ რა ბიჭო რაღაცების პრობლემები და ის და პერიოდი იყო იცი სამებას ოქროს იმითი აკეთებდნენ რა გუმბათი ის მახსოვს წელი არ მახსოვს შემოდიო რა ადგილში ხარო და შემიყვანა საპატრიარქოში დავინახე ეს ორი გაქვეებული ხის ქვა იყო ორი რაღაცა ხესავით რა გაქვეებული ქვა ესო გაქვეებული ქვებიაო და მე ძაღლი გამოვარდა პატრიარქის იყო ერთი თოგი იყო მახსოვს ახალი სერი და ერთი იყო შავი ავჩაკა რა ბრიტანული ყო და დიდი წაღრება რაღაცა და ხო პატრიარქიო გამოვაო შენო ტახტიო და ისო ხელს დაგადებსო მადლიო რაღაცა იქნება რაღაცაო წაგადგესო ჯიგულად მითხრა და მე შევედი ქვემოდან სანაპიროდან მე ზემით წავედი იქიდან ანუ მიდიოდა უკვე მაგან დაიწყო უკვე წირვა დაიწყეს და პატრიარქი რომ გამოდიოდა ხელს ვადებდა ხო იცი ეგეთი რაღაცა და მოდივ აქ და ესე დამატო აი ორშულს გეფიცები რაც ეხა მე გეუბნები ეხა ავედი რაღაც ეს ხელისწყალსა და ისეთი ფილი რაღაცა ისა ავედი სახში ჩემ მეუღლეს მეუბნები კაროჩი პოემა უნდა დავწერო და ეხა არ გაუკვირდა რა ადრე მაქნა თქვა ხო დაწერიო კაროჩი ავარდი მეორე სართულზე ბავშვები ხმაურობდნენ რა გავყარე ეს ბავშვები ერთი დარჩა დავიწყე კაროჩი დავწერე 100 კუპლეტი მეორე დღეს 70 მესამე დღეს კიდე 100 კუპლეტი ეხლა არის 616 მაგრამ ნახე რა არის 18 წელია ვწერე 70% დავწერე 3 საათში 3 დღეში 3 საათში წარმოიდგინე მე ისე მოხდა ერთმა მითხრა რომ ცნობილი ისე რომ გოგა არ გამოახვიყვანო ჯერ შეხედეო რაღაცები რა ლექსებიც ეგრეა და გავაჩერე მაგრამ თურმე ეს გაჩერება რატო ხდება რომ რაღაც ის გამოხდება მე მოვისმინე ამბავი ხევსურეთში რომელიც მოხდა არ ვიტყვი ხა რა მოხდა რა ნამდვილ ამბავზია რა ქალზია რა რომელმაც დახოცა ლეკები შემოესინეს მიშვილები დაიცვა და მუზარადი ჩაიცვა რომ ჩაიცვა მუზარადი კაცი ეგონა და გამოუვარდა ამა და 16 კაცი მოკლა თუ მეტი დეა ერქვა რა ზოგი იმას იძახის ზოგადად დეა ერქვა ეს მე ხორნავმა მომიყვა რა და მე გადახადეს ეს ხმალობის დროს ეხა ხალი წარმოიდგინე 20 კაცზე მეტი იყო და დაიჭირეს და დაკიდეს თმებით ხეზე მუხაზე და რაღაცა მისტიურად მოკვდა და რაღაცა და მე თურმე ამათზე შეუნდეო ამათ უთქვია რა ადრე თურმე რაღაცა მონაზნობა რაღაცა უნდოდა და აქეთ თურმე იქნებ რატომ მოვიდნენო რა ვის ეძებდენო აქეთ ის დახოცა რა ხა მიდის უკვე და მე ვიფიქრე რომ ეს უნდა ჩამესვა აქ და იმიტომ დავწერე ის სიყვარულზე დავწერე ის სიყვარულზია და ქართული ახალი სახელები მოვიფიქრე შინიჩაუსი კალდია თავარი მოხდა ამას ქვია ამ პოემას კალდია ხო რა არის 16 მარცვალია ხო ეს კი არ არის შაირი ხო არის შაირის სტილია შოთა რუსთაველი
დავით გურამისიანი შაირი, მაგრამ ჩემი არის ჩაულებრივად 16 მარტვალია, ჩაულებრივად გამართულია რა, ესე იწყება პოემა რა, ბაცალიკოსში ხდება რა, წყალჭარმაღმა ლოდნი ლესა, ქლესა დეკა დაყვებოდა, ჭინკის ხამა პეშვით შესვა, ალის ზეგნით მოყვებოდა, კალმახები ორაგულდრენ, აქ საწყისა დაისახნენ, როგორც კაცთა ჩანაფიქრი მოbrunდნენ და მოისახნენ. შინ იმა კიდე 200 აფორიზმი და ეხლა რატო უწერით რომ მეწერი რომ ეს აფორიზმებს ვერ ჩავსვავდი მე ცხოვრებაში გამოცდილება არ მქონა და მოვიცადე. ეს ღმერთის დახმარებით მოხდა თორე ეხლა მე მაგდენი ტვინის სანამ მქონა მაგის გულიზე მომეცადა ხო პრობლემა მოიტანა. ყველას მერთი ეხმარება. აბა თუ წაიკითხე ბევრი წიგნები მგონია შენ ხარ განახლებული ტვინი ბუნებამ თავად თუ მოგცა მხოლოდ მაშინ ხარ განათლებული. ამ ნოტაზე და ამ შემართებით მეგონი მოკლედ მივისაუბრე და რაღაცა იცი გამოვა ეს წიგნი მაგრამ გაზაფხულზე მინდა გამოვიდეთ კალდია და ეს არის პრეზენტაცია ჩვენი ტელევიზია გააკეთებს ძალიან გამიხარდება და ვაიმე რა კარგი ხო და ეხლა რა არის ეს პოემა არ არის ეპოსი რა არის ეპოსი არის უფრო დიდი მოცულობის გიგანტურ ეპოსად თუნდაც ილიადა და ოდისეა ხო და ეხლა ნახე რა არის ეს არის ეპოსი 16 მარტვილიანი ოღონდ არ არის ისა რა ქვია პოემა არ არის ეპოსი არის უკვე ისტორიული ამბებია იქ გმირობებს და 2 3 4 გმირი მყავს ძალიან ის არის და ნოვაციაა იმაში რა ქართული ლიტერატურაში იმიტომ 16 მარტვილიანი თან არის მითიურიც მაგათ ყოპალა და ისა ღვთაებები ხონდათ ისინი ქართული მაგ და იქ რაღაცა არწივის ამბებია თასვლელი რაღაც საინტერესოა მაგარი რაღაცა მოვიგონე რა თქმა უნდა მაგრამ ეხლა საჭირო იყო ხო და ძალიან საინტერესოა რა ხო და რა ვიცი აბა ველი ამ 18 წელი წერდი ამ პოემას რა წარმოიდგინე იცოდი ჩვენი ტელევიზია ისევე როგორც მე შენთან კონტაქტზეა როგორც კი რამე წიგნი გამოვა აუცილებლად მოგიწევ ისევ მეორედ გადაცემაში და ჩემი გადაცემის მეშვეობით წარსდგება ასე ვთქვათ შენი წიგნი მაყურებლის წინაშე დიდი მადლობა გაიხარე რომ მომიწვიე და რაღაცა ვიდაბარ ხო და მოვასწარე ისიც თქვი თქვენ რაღაც საჭირო ბოროტოიმებზე უნდა ისაუბრო რაღაც გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის შაირია ამათ კარგი კი ხო მოკლედ ხა რაჭველი ვარ მაგრამ ცოტა გოგულური სიცხლე მაქვს და საიდან ონი ხო მე ამბროლაური ჯიგა ახლოს ყოფილვართ მეზობელო რიონი გვაკავშირებს კი ბატონო და ამ ნოტაზე ამ შემართებით დავემშვიდობოთ მაყურებელს დიდი მადლობა სამონო იყო იმიტომ რომ წინ საინტერესო გადაცემები და საინტერესო საღამოგელოდებოთ და სხვა გადაცემებსაც დავუთმოთ ეთერი დღეს ნურად ყავდა დღევანდელ გადაცემაში ადამიანი ფენომენი აი ხა ეგრეა ბიზნესმენი ოიგონე დამაბრალე ახლა ადამიანი ფენომენი გინდა არ გინდა მაინც ვიტყვი მეღვინე ტექნოლოგია მუდი მოქმედებებზე მე რეგეტყვი რომ კი ბატონო ნუ მუშაობს ის კი არა რაღაც ყაბრები თენს გამოიმუშავებს არაქარით არამზით სხვა რამით გისმენთ კარგი კეთილი მეღვინე ტექნოლოგი ყავდა სნურად გამომგონებელი ბიზნესმენი და კულინარიაში საუკეთესო და სასწაული ადამიანი. აი ესე ვიცი მაგარი რაღაცეები მაქვს. ყველა კი არ გითხარი საუკეთესო ხარ. წვარადონაც მქონდა ობიექტი. წვარადონა. გოგაგოლა, ჩემი კიდე და ჭოპორტიუც დაწებელი. ძალიან ნუ ძეგლებს ვქნი რა. იმედია მალე ჯაფარიოს არ მოიგონებ. ესე თქმა უნდა ხუმრობით. კი. და მადლობა მაყურებელს რომ გვისმინა რა ეს პერიოდი და მეც და ბატონი გოგაც იმედია ძალიან შეუყვარდება ადამიანს და მოკლედ ხალხს და პირდაპირ ვიტყვი რა ვეტყვი ბიზნესმენებს ქოლმოქმედებს და ყველა იმ ადამიანს ვინც სამეწარმეო საქმეშია ჩართული რომ მიხედეთ ამ ადამიანს მარტო მე კი არა ვისაც არა მარტო აი ყველა შენაერს რაღაცა დაგვიძახონ არ გვინდა ხელფასი რაღაცებს ურჩევ თუ ეს გააკეთო მე ვაფშე გამოშვი გააკეთონ მარტო თავიანთ შვილები როგორ უყურთ ვერ გავიგე ჩვენი შვილები ერთად ისდე გააკ ქვეყანას მივეხმართ ამ მთავრობას აკლია მაგრამ კრეატიულობა არ აქვს რა კრეატიული ისენი ხო რომ რაღაცები მანახე გადასარევი შენ თუ გაქეს რაღაც პროექტი მეტროს გამოგონება კლდეში გამოკვეთილი მეტრო მაგარი რაღაცები მანახე და
ეს ChatGPT და ეს ინტერნეტი უნდა გამოიყენო, რომ სასიკეთოდ უნდა გამოიყენო. ეხლა ჩაგეუნები გოგა, ChatGPT უფრო წინ არის, ვიდრე AutoCAD და MayaTree და ეგეთები რა. და რა ვიცი, იმედია ეშველება ქვეყანას. შენ ამდენი რამე გაქვს, ხო მომიყევია რა, ხო და ხო ჩუმათა ხარ. ეხლა ჩუმათა ვარ, ეხლა ეთერში ხარ ვიტყვი ყველაფერს და რომ დასრულდება გადაცემა, მე გავისაუბრებ. ერთად ავაშენოთ. ფიქრობ, ეგეც შეიძლება. მოკლედ, ჩვენთან სნურად იყო ბატონი გოგა ბოჭორიშვილი, ადამიანი ფენომენი, ადამიანი მეღვინე ტექნოლოგი, ბიზნესმენი, მეწარმე და პოეტი. რომელიც არის ძალიან საინტერესო ადამიანი და ასეთი ადამიანები არ უნდა იკარგებოდნენ და არ უნდა იყვნენ ჩრდილში. მადლობა ზურფასო ტელემაყურებლებო მოსმენისა და ყურებისთვის და რომ დაუთმეთ ამ ჩემს გადაცემას და ჩემს საუკეთესო და საფასებელ სტუმარს ბატონ გოგას დრო და წინ საუკეთესო აღმოჩენებისკენ და წინ წარმატებებისკენ დროებით. მადლობა.